და ჩვენს ბოლო პერსონაჟზე, ბევრისთვის უცნობ ფეხბურთელს, ბერძნული წარმოშობის ამერიკელ მცველზე ვისაუბრებთ. 90-იან წლებში პანაიოტის ალექსი ლალასი არა მხოლოდ მინდორზე, არამედ მუსიკაში ცდილობდა კარიერის გაკეთებას. ბოლო 3 ათწლეულის განმავლობაში გამოშვებული აქვს 8 სოლო ალბომი. მისი მუსიკა ფანებისთვის ნამდვილი მოულოდნელობა იყო. ალექსი წლების მანძილზე გახდა MLS-ის ისეთი გრანდების პრეზიდენტი და გენერალური მენეჯერი, როგორებიცაა სან ხოსე იარკვეიქსი, ნიუ-იორკ რედ ბულსი, ლოს ანჯელეს გელაქსი. დეივიდ ბეკჰემის ოკეანის მიღმა გადაბარგებაც მის რეგალიებში შედის. დღეს ის საფეხბურთო ანალიტიკოსია და ფეხბურთისადმი მიძღვნილი პოდკასტების სერიას აკეთებს. თუმცა პარალელურად მუსიკა კვლავ მის მოწოდებად რჩება. კიდევ ვინმე ხო ვერ გაიხსენებთ ფეხბურთელს, რომელიც ამ სიას დაამშვენებთ. დაწერეთ კომენტარებში მოусმენთ თუ არა რომელიმე მათგანის ტრეკს. და ბოლოს თუ კი მოგწონთ მსგავსი ტიპის კონტენტი, მოწონება და გამოწერა არ დაგავიწყდეთ. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. დროებით